სალამი ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს. ჩვენი მხარდამჭერი სოკარი და ჩვენი სტუმარი ცოტნე რუსიშვილი, ანიმაციის რეჟისორი და ანიმატორი. ადამიანი რომელიც ხატავს მულტფილმებს, ესეთ გლეხურ ენაზე ესე რომ მულტფილმებს აკეთებს. როგორ ხარ? რა ვიცი, შესაბამისად როგორ ესე ცალკე რომ გავწიოთ კარგად, მაგრამ ეხლა იმ შფოთვები გარემოდან გამომდინარე ოხრად. ხო, თან ხა თქვენ შენ ბოლო პროექტსაც შეეხო ეს ამბები, ახალი ცვლილებები და მაგამდეც მივალთ. ცოტნეს მე ვიცნობ კალბურთის თამაში დავიწყოთ ერთად რამდენიმე წლის წინ. კი არა და ბევრი წლის წინ. არც ისე რამდენიმე უკვე. არც ისე რამდენიმე, ხო? იქნება ერთი. რამდენი წელი იქნება? 7-8 წელი? მინიმუმ. მე მგონია რომ 10-ით თავისუფლად არის რა. მართლა? კი. მოგკითხო ყველას ჩვენ კალბურთის შემადგენლობას, როგორც ვიცი, დღესაც თამაშობ. შენ აღარ თამაშობ ხოლმე, ხო? თუ თამაშობ? არა, გავაახლე კი, აი ხო ვაპირებთ ახლა. ხო, ეხლა სად თამაშობთ? ზაზას აკადემიაში. ძველმანეში. მე ჩამოგჭით ხერხემლის ტრავმის გამო. კი. მაგრამ მომცეს იმედები რომ ვარჯიშებით რაღაცით ისე. მეც ეგრეა რომ ამ ასაკში უკვე ხერხემლის პრობლემით თამაში ჩაოლებრივი ამბავია. ხო. ხო, იმე ძალიან მინდა რომ დაგიბრუნდეთ ისევ და რაცა კარგი იყო და კარგად მოხსენდა. ძალიან კაი იქნება. ერთი პერიოდი მაგარი ომები ქონდა ხოლმე და რაცა მახსოვს ძალიან ბევრი ვიყავით ხოლმე, ხან იქამდეც მიგებდა და 4-5 კაციანი გუნდი კეთდებოდა და ტურნირებს ვაწყობდით ხოლმე. ძალიან კაი პერიოდი იყო, რაღაც ძალიან კარგად მახსენდება. მნიშვნელოვანი კარგი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, რაღაც ჰაილაითივით რო არის. ხო. ხო და მაშინ როცა გაგიცანი ანიმაციის რეჟისორი და ანიმატორი არ იყავი. არა, მაშინ მუშაობდი ჩვეულებრივ სამსახურში. საჯარო მოხელე გახდით. საოფისე სამსახური. კი. და მახსოვს რომ რაღაცა უცებ დაიწყე ამაზე ლაპარაკი რომ ანიმაცია მოგწონდა და გინდოდა შენ ბედი გეცა და ამ სფეროში და მაშინ უკვე ოჯახიც ყავდა. ოჯახი მყავდა კი. და ესე მიიღე გადაწყვეტილება რომ აღარ მინდა ეს კარიერა, უნდა გავხდი ანიმატორი. რაც არ იყო ესეთი გადაწყვეტილება, ცოტა ისე დამამეჭირდება მაგ გადაწყვეტილებას და. ხო, ცოტა სითავე თავისთავად ეხა, იმიტომ რომ თან განათლებაც არ მქონდა არაფერი, უბრალოდ სურვილი იყო და ვიცოდი რომ ხატვის ნიჭი თუ ქვია მაგას, ეხა ვინც ხატვა არ იცოდა, იმაზე კარგად ხატავდი და ინტერესი მქონდა, ხო და. სხვათა შორის მაშინ მაღაზე ლაპარაკი დამაწყებინა დიდწილად იმანაც, რომ აი მაგალითად შენ რო გაგიცანი რა, აი შენთან კომუნიკაციებმა საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მე ჩემმა გადაწყვეტილებებზე, იმიტომ რომ შენ გამიცოდი რომ შენც ესე რაღაც საჯარო სამსახურში იყავი, ოფისში იჯექი რაღაცა და მე მართლა რაც გაინტერესებდა მოკიდე ხელი და შენ მაგალითი მყავდი რომ აი მართლა რაც აინტერესებდა ადამიანს დაინტერესდა, გააკეთა, გამოუვიდა და იმის მერე მიყვება და შენი სიტყვები არ ამომდის ხოლმე თავიდან რომ მაგის მერეო თქვიო რომ აი საოფისე სამსახურში მორჩა არასდროს აღარ დაბრუნდებიო და აი რაღაცნაირად მაშინ ჩავისახე რომ მეთქი უნდა აქედან როგორმე გავახციო. შენ ხშირ ვარ ხო იცი იმით რომ ხრას იწყება აი მასე დავიწყე ბაქიდან თხრა რომ მეთქი აქედან უნდა გავიდე. ასე რომ რაღაც პონტში შენი და დამსახურება შენ მე გავიცოდი მიხარია. მე როგორ წავიდა? ადვილად წავიდა თუ ბიჭო, ადვილად იცი რა არის, ხა არც ვიცი რა შევადა რომ არა შემიძლია თქვა რომ რა ვიცი, გამიმართლა, იმიტომ რომ დავიწყე მაგაზე ფიქრი დაახლოებით მე მგონი ანუ აი ესე ანიმაციის ტუტორიალების ხურება რომ დავიწყე და უკვე პროგრამებით რომ დავინტერესდი და რაღაც რომ გავაცნობიერე რომ რა ვიცი თან ახლა საქართველოში ეს გატეხილი პროგრამების შონა პრობლემა არ არის, ეგეც ურცეში ვართ რა ვქნათ და მეთქი ყველაფერი ხელმისაწვდომია, რა ვიცი, აგერ გადმოწერ უმაღლესი სტანდარტის რაღაც ინდუსტრიაში ყველომერ პირველი სოფტი რაც არის, შედი ტორენტზე გადმოწერე და YouTube-ზე კიდე ტუტორიალების მეტი რა არის და ყველა მაგას აწვება და ჩაუჯექი ესე დავიწყე ვარჯიში რაღაცა და რაღაცაერთ განცდა მქონდა რომ აი ანიმაციას რო უყურებდი ხოლმე ისე მიყვარდა და ისე მომწონდა, სულ მაინტერესებდა აი როგორ კეთდება ეს ნახატი რო ცოცხლდება, ეგ მომენტი ძალიან აღმაფრთოვანებდა ყოველთვის და რო უყურებდი აი მარტივ ანიმაციებს რო უყურებდი აი ცოტა ისეთი ლიმიტირებული ანიმაციები სადაც არის თუნდაც აი სერიალები როა აი Cartoon Network-ის და იმის მან ხო რაღაც ზედმიწევნით რეალისტური და დახვეწილი ანიმაცია არ არის, მაგრამ storytelling-ით და იმით იგებენ და სტილია ეგეთი რა და რო უყურებდი ამას მეთქი ანუ ხვდებოდი რა აი როგორ შეიძლება რომ ეს გაკეთდეს რაღაცნაირად ვგრძნობდი რომ ეს გაკეთებადია ჩემ მიერ
ეხლა პრეტენზია კი არ მაქვს რომ ეგეთებს ვაკეთებ მეც, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაგაზას შეუდგებოდი რა, ეხლა თან საქართველოში რაღაცნაირად მაშინ მით უმეტეს ის იყო მოპრიალებული ველი, ქართული ანიმაცია რა არაფერი არის, მაგრამ მე ჟოზე გამოჩნდა. ხო და ესე დავიწყე და მე შევხედე რაღაცა პერსონაჟი დავხატე, მე იქ დავრიგე. პირველი იყო ნინძაბუ? ნინძაბუ არ იყო პირველი. რაც დადე. პირველი შენ ახს როგორ ქვია YouTube-ზე? ჩემ ახს ქვია ცოტნე ქვია, რაღაც სახელი ვერ მომიფიქრე. ახლა ჩავაკოპირებ და ვისაც გაინტერესებს ნინძაბუ მახსოვს. ხო, ნინძაბუ ყველაზე მეტად გავარდა. პირველი შენიაც ხო, ეხლა რაც ხი 100,000 ნახვა უკვე სადღაც. აი 100,000 ველოდები. ნინძაბუ ყველაზე მეტად გავარდა, მაგრამ პირველი იყო ის კატოს ზღაპარი ნიტაზე. ხო, შენი შვილი იყო, ხო. ხო, გველი იყო ძალიან პოპულარული მაშინ და მაშინ შემამჩნია ხალხმა რაღაც ტელევიზიებში მიმიწვიეს და რაღაც. მაგ დროს უკვე რაღაცები დამოღამებული მქონდა რა. ხო. მაგრამ მაგან რა დრო დაგჭირდა, აი რომ დაიწყე იქიდან, აი ეგ რომ დადე პირველი რაც რითი შეგამჩნიეს. ბიჭო, ალბათ 1 წელი. ხო. ალბათ ზუსტად არც მახსოვს. მალე ანუ მაინც ხო რა, მალე რა. იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ იქ ანუ ანიმაციაში არის frame by frame ანიმაცია არის, ეს ძირითადი პრინციპი რაც არის ანიმაციის, რომ კადრ ხატავ ყველაფერს. ეხლა ნუ ტექნოლოგიები რომ განვითარდა საშუალებაა, რომ პერსონაჟი შექმნა სხვადასხვა ფენებზე დავუხატო ხელი, ფეხი ის სწორად დაყო. გადატეხის ისინი გავაკეთე დარიგო რა, ფაფეთი რო შექმნა, ოღონდ ნახატი. და თავიდან ეგ დავამოღამე რა. და მასე გავაკეთე და მე უკვე ნელ-ნელა სახატავის ვიყიდე, რა ქვია, პატარა დაფა და მე უკვე ჩემი მიზანი იყო რომ აი frame by frame და რასაც იქ. ხო, შეიძლება მე ძალიან მინდა, მეც მიყვარდა ბავშვობაში ხატო და ეგ პადით რა ქვია, მაგას სახატავი ძალიან მინდა. რამდენიც რაღაც დავაწყდები ხოლმე ტექნიკის მაღაზიაში. სუპრიკო ყოველ ვიყიდო, აი ვიცი, შეიძლება ჯღაბნო იქ რაღაც, მაგრამ ეს პროცესი ძალიან მიყვარს მეც რაღაცის ხატვა და მაშინ უნდა იყიდო. ხო, მაგრამ გაიძვირის ეუნება. ბიჭო, გააჩნია რა, ეხლა თავიდან რომ ვიყიდე მე უეკრანო ესეთი პატარა ვიყიდე 70 евро ღირდა. და მე ეხლა ამ საქმით რო ფული შევნა დავიწყე, ინვესტიციას ამაში დავიწყე და მე უკვე ეკრანიანი და ეხლა ძალიან ორიენტირებული ვარ, რომ სულ რაღაცნაირად აპდეიტით ვიყო რა მაგამ ბავშვი. ხო და დაახლოებით 1 წელიწადში უკვე ესე გააკეთე ეს პირველი. ხო, ის გველეზე. ხო. გველი არის, გველეშაპი იდეაში, ხო? ხო, ეს არ მქონდა, მასალა არ მქონდა რა, რაღაცა რო გააკეთე, ხა ანიმაცია მარტო ის ხო არ არის, რომ ნახატი გააცოს ხო, თავარი ანიმაციური ფილმები, ამბავი მოხსოს და ხო და ეგ არ მქონდა. და მე ხა საბავშვო თემატიკა ისედაც მიზიდავდა და ეს ჩემი შვილის ჩანაწერები რომ მქონდა რაღაცა მეთქი რავი ამაზე გავაკეთებ. შენ შვილი ყვება ზღაპარს. ხო. და მე მაგაზე აგი ანიმაცია. და თან რაღაცა ეს ავთენტური ჭყალებში დუხი და ის მე თვითონ რომ უსმენ მომეწონა, ანუ რაც წარმოვიდგინე რომ ამისგან რა შეიძლება გამოდი, ისე მომწონდა რომ მეთქი უეჭველი უნდა გავაკეთო რა და დავჯექი იმაში ჩავანთხიე ტვინი გავაკეთე და რაღაცნაირად გაამართლა რა ეს ვირუსული რო გახდა იქ და ტელევიზიები დაინტერესდნენ. რაღაც შემოთავაზებებიც მქონდა მე და საზოგადოებრივი მოწყობილდანაც კი ის რომ სერიები გავაკეთოთო და ის, მაგრამ ფასზე ვერ შევთანხმდით. საკმაოდ იაფი ვუთხარი, მაგრამ ეგეც დაენანათ. ხო. ხო, ანიმაციის გონიათ ხოლმე, ცოტა იაფიანი ვარ. ხო, 10 წუთიანი, კაი 10 წუთი და 10 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რავი, საშუალოდ 1 წელი მაინც მზადდება მინიმუმ. წესიერი. ხო, მე როგორც ვიცი, Family Guy, გონი $1,000,000 ჯდება ერთი ეპიზოდი. შეიძლება ზუსტად იცებს არ ვიძახი, მაგრამ არც შორს არ არის რა, Family Guy-თან, რომელიც ის არ არის რაღაცა არც ამდეში გაკეთებული რაღაცა. ძალიან, ანუ ის არის რა, მთელი ამბავია. მანდ ახლა წარმოიდგინე, ჯერ ამბავს ვინც მართავს. ნუ, მაგდენი მითოჯდება, რომ იქ ჰოლივუდის ვარსკვლავები ახმოვანებენ და შემდეგ, მაგრამ ანიმაციაშიც ძალიან დიდი ფული ხარჯება რა. კი. წარმოება ანიმაციური ფილმისას და სერიალისაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და საქართველოს ესე ღარიბი ქვეყანა როა, იმიტომაც ფაქტობრივად რავია. ქართველი მაყურებლისთვის ფაქტობრივად არც. აი ხა რო შექმნა, შენ რო დაგიკვეთონ რა, რაღაც 10 წუთიანი. ხო. რა დაჯდება რა ღირს ბიუჯეტი რა არის. ერთი ეპიზოდი, 10 წუთიანი ვიდეო ანიმაციური. ხო, ბიჭო, აი გეტყვი რა. აი ხა მუშაობდი იმაზე რა ქვია, სერიალს. როგორ ქვია? სხვა ლეველის ოდისეა.
ეგეთი სტილის ნახატი. ეგ არის 2D ქვია, ხო? 2D, აი რა მაგაზე რა გვინდოდა, ესე Cartoon Network-ი რო ვახსენე, ზუსტად ეგეთი ტიპის სერიალი გვინდოდა, ოღონდ ქართული რა და აი პრეცედენტი რო დაგვედო, რომ საქართველოშიც შეგვიძლია ეგეთი რაღაცის კეთება. თუ ის არ არის კომერციული საიდუმლოება? არა, აი გეტყვი ის ზუსტად ციფრებზე თავს ვერ დავდებ. ზოგადად მითხარი, კონკრეტულად მაგ პროექტზე კი გეკითხები. აი ზოგადად ეხლა დაგიკვეთონ, ხო 10 წუთიანი ერთი, შეიძლება გქონდეს მნიშვნელობა 20 სერიას დაგიკვეთავენ თუ ერთს. მაგრამ რა ჯდება, რა ბიუჯეტი რამდენი უნდა დაახლოებით? აი როგორ არის, იცი, ზოგადად დასავლური სტანდარტით თუ არ ვწდები დაახლოებით 100.000 150.000 евро არის 10 წუთიანი ანიმაციური ფილმის პროდუქტის შექმნა. დაახლოებით მოკლემეტრაჟიანის. ეხა მოკლემეტრაჟიანში ოღონდ შეიძლება რომ ის მოკლემეტრაჟიანი იმდენად დახვეწილი ანიმაცია იყოს და იქ ფონების მხატვარი და მთელი ამბავი რომ ის მაგრამ სერიალს რაც შეეხება მაგაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შენ ეხა Family Guy-ზე რაც თქვი ვუშვებ რომ ეგრეც იყოს, მაგრამ ჩემი აზრით სერია მინიმუმ 50.000 евро მაინც დაждდება რა. ოღონდ მაგთან ხამდე არც ბოდიში და მიგვისუნია ამ სერიალის წარმოების დროს და აი ენთუზიაზმის დოზა ძალიან მაღალი იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, ჯერ უნდა დაამტკიცო ვიღაცამ 50.000 евро მოგცეს, ხო, ერთ ეპიზოდში წარმოიდგინე ხა ჩვენ სეზონი გავაკეთეთ 10 სერია. და ეს სერიალიც ახლა იმიტომ ამ სერიალის გაკეთების შანსიც იმიტომ გაჩნდა, რომ ამერიკის საელჩომ გრანტი გამოაცხადა USAID-მა. ხო, USAID-მა, რომ აი ამ $200,000 იყო მაშინ 24 სერიაზე ოღონდ. და მე მეც დამიკავშირდნენ რომ აი შენთან ერთად რო გავაკეთოთ იქ მე სტუდია ანიმატორი ჩაერთო რაღაც ხა 24 წუთიანი 24 მე მგონი 20 წუთიანი თან საერთოდ სიგიჟე მეთქი ვარიანტი არ არის არსებობს მე ნუ რაღაცა ოპტიმიზაცია წავიდა ამ იმისი და 10 წუთიანი სერია გაკეთდა მაგრამ ეგეც აი როგორ გითხრა აი რაღაც კიდე დამატებით რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე როცა პიკში გავედით და რატომღაც ყველამ გადაწყვიტა რომ გაერისკა და კიდე მეტი ფული ჩაედო და ასე თუ ისე ინდუსტრიის საკადრისად გვეკეთებინა რომ აი თქვათ არ დაგვეზოგა გეტყვი ესე იგი 4 ანიმატორი იყო 4 ამომხატველი ფონებზე და პერსონაჟების შექმნაზე მუშაობდა 4 კაციანი გუნდი ეგეც შენ 12 ხო არის რეჟისორიანად ჩემიანად მეორე რეჟისორი ლაშა მილორავა იყო და სცენარისტი და ის და მინიმუმ 15-20 კაცი ვიყავით, ვინც იმას ქმნიდა ვიზუალურ მხარეს, თავისი კომპოზიტინგით და ყველაფრით და ცალკე იყო სცენარი გახმოვანება და ის ხო ფოლი რასაც ქვია, გახმაურება და გახმოვანება, ანუ აი გარემოს ხმები რაც არის და მსახიობების ჩაწერა რა, სტუდიის მომსახურება, ჰეიმა მუშაობდა ბოლოს, კაი ხანი და ჯიგრები არიან მოკითხობა რა. ხო, სერიოზული ის დგას უკანა. სამუშაოა. ხო და იცი როგორი ვარიანტია რომ ეხლა ოკეი, კაი, თქვა აკეთებ და რა მე ვფიქრობ რომ ეხლა ქართული რეალობისთვის ამ სერიალს რო შეხედავ, რა მე ეგეთი ქართული მულტფილმი ჯერ არ მინახავს ეხლა ტექნიკურად შესრულებული, ეხლა ვიღაცა შეიძლება ამბავი მოეწონოს, ვიღაცას არა, ვიღაცას ესე, ვიღაცას ისე, მაგრამ ნუ რაღაცა დონეზე მაღლა ავხდით ჩემი აზრით ქართული ბაზრის გათვალისწინებით, მაგრამ მეორე მხარეს შემოდის რომ ვიღაცას უთხრა ფული ჩადე, აი ოკეი, კაი, გავაკეთეთ. მე სატყიდი ამას. ანუ იმდენი პრობლემა შემოდის, რა ვიცი და ეს ამერიკის დახმარება იყო ერთადერთი გზა, რომ ეს განხორციელებულიყო, მაგრამ შალმა მიმინომ. ხო, ზუაღალი ამბავია ეგა. კი. ხო, რაღაცა იმედია რაღაც შეიცვლება რა. სარეკლამო ინდუსტრიაშიც არის მოთხოვნა? სარეკლამო ინდუსტრიაში უფრო მაღალი მოთხოვნა ანიმაციაზე. ანიმაციური ფილმები როგორ არის, ეს როგორც ქართული კინოა რა. ახლა ქართული კინო ხო ქართული მაყურებლისთვის თითქმის არ იქნება საფესტივალო პროექტზე მუშაობენ, მე წავა იქ რაღაც ფესტივალზე და შეიძლება ფილმი 2-3 წელი ისე იდოს. იმიტომ რომ იქ ფესტივალზე თუ რაღაცა და ვიღაცას პრემიერა არ უნდა რომ რაღაც სადღაც იყოს, ან ტელევიზია თუ გთავაზობს ისეთ მიზერულ ფასს რომ აი არ გიღირს და ეს ფილმები ესეც ხომ იგივე არის, ახლა ანიმაციაც ხო ის არის რა, კინოს განხრა არის უბრალოდ ნახატი და ამიტომ ქართული მაყურებლისთვის ძალიან რთულია რომ ეს დაждდა და ქართული ბაზრისთვის მაღალი დონის ანიმაციური პროდუქტი რო აწარმოო, არ ვიცი, იმ ბაზარმა ხო უნდა გადაგიხადოს მერე. ხო, ამდენ ადამიანს, ხო, ეს ხო არის ერთი კაცის საქმე. ჯერჯერობით ისეთი რეალობაა რომ არის, აი ერთადერთი კომერციული პროექტი ანიმაციური რომელიც მუშაობს და იმაზეა რომ ხალხი ამას ყიდულობს ირიბად, მაგრამ მაინც ყიდულობს არის ჟირაფი ჟოზე, ხო, იმიტომ რომ
ძალიან მაღალი რიცხვი არის მაგ ნახვები რაც აქვს და ამ ყურადღებით იმდენ შრება რომ მე სპონსორს იზიდავს რა ხო და ნუ მერჩენდაიზსაც მერჩენდაიზი არის იქ პლეისმენტები ის და ჟოზემ გაამართლა ხომ არა ნუ ხო ის არის ჩემნაირი ტიპისთვის ოღონდ იცი რა არის რომ ჟოზე ძალიან ლიმიტი ჟოზეზე მაგ სამი სერია გაკეთებული სხვათა შორის მაგათაც მეკითხა იმიტომ რომ თავიდან რო ვიწყებდი და სანამ ვინმე გამიცნობდა რაღაც გამოაცხადეს რომ ისა ძალიან თავიდან რა რომ ანიმატორს ვეძებთო და მივწერე მეთქი ეს ვარ ესე შემილია რაღაც ტესტი გავაკეთე და სამი სერია ვითანამშრომლეთ მე ის გველეზე გავაკეთე და მე უკვე გამომეკვეთა რა რაღაცნაირად თქვი რომ მეთქი აი ეს უფრო ისეთი ანიმაცია მინდა ნახატი ანიმაცია რასაც ქვია ხო მეთქი დისნი მინდა საქართველოში ეგრე მარტივი არ ყოფილა მაგრამ რაღაცა მაგას მეჯიკავებით იქ სტუდია ანიმატორშიც რა რომ აი სხვა დონის ანიმაცია ჟოზეს ეხა ძალიან დიდ პატივს ვწევ მაგრამ ნუ კონკრეტული ტიპის კონკრეტული დანიშნულების ესეთი ინტერნეტ პროდუქტია თავისი ლიმიტებით რა და ეგ ვამბავია დღევანდელი გადმოსახედიდან ეხა უკვე ეს დაიხურა და ეს მაშინაზეც მუშაობდი ესე არის ჰაერშია დარჩენილი და ამდენი სირთულე გამოიარე. მაინც თვლი რომ ღირდა. აუცილებლად სასწაული. კი, ანუ სასწაულის მივიღე გამოცდილება რას ლაპარაკობ. როგორც ანიმაციის რეჟისორმა რა. ანუ ჯერ პირველ რიგში რაღაცნაირად ის იყო რა ქვია, მოსაფიქრებელი იყო სამუშაო პროცესი, როლების განაწილება. რა უნდა დაგვეზოგა რომ მაინც იმასთან მიახო. არა, მე პროექტს კი არ გულისხმობ. საერთოდ ანიმატორი რო გახდა. არა რას ლაპარაკობ. არა, ანიმატორი არა. ანუ ეხა ვადარებ შენ სტაბილური საოფისე სამსახური და საყვარელი საქმე, რომელიც აი ესეთი არის, რომელიც ერთ დღესაც შეიძლება გამოაცხადოს დაიხუროს, სადაც მუშაობდი, მე ხვალ არ იცი ვის დაჭირდები. კი, ეგ ახლავს ვარა ბიჭო, რავი, რაღაცნაირად ხო ეხლა ეგრე უყურებ, რომ ანუ ის კი არის, ეხლა რაღაცნაირად ჰაერში ვარ გამოკიდებული და რავი, ორი შვილი და თექს სწავლის ფული და მთელი ამბავი, მაგრამ რაღაცნაირად მაქვს ეხლა ჩემი თავისი იმედიც და სამყაროსიც, რომ რავი, რა, ანუ ბოდიში და თუ ეგრე ბოლომდე დაგვენძრა, მაშინ დაგვენძრეს, მაგრამ თუ ყოფნა ესე მინდა რომ ვიყო რა, იმიტომ რომ რავი, მაშინ ძალიან წავაკე მეც და ყველაფერმა რომ ანუ თუ მეტი გზა არ არის რომ ოფისში უნდა ჩარჩე მთელი ცხოვრება. სიგიჟია. ოფისში ჩარჩე ხო ყოველ შემთხვევაში ის ვერ აკეთო და მეც მაგას გულისხმობდი, როცა გეუბნებოდი ოფისში მუშაობს რამეს კი არ ვერჩით იმ ადამიანს, უბრალოდ შენ რო არ გინდა ხო, ანუ ძალიან კონკრეტულად ვიცი რა მიყვარს. თან შრომა დავახარჯე, რაღაცები ვისწავლე, გავიზარდე კიდე. ხო, იდეაში ოფისში იგულისხმება იმ საქმის კეთება, რაც არ მოგწონს, თორე. ხო. შენც ოფისში ხარ დაკეთებ, მაგრამ ხატავ. კი, ეხა ხო, რა ვიცი, მე ძალიან რუტინის სახე სერიალმა გამოგვივიდეს, ზემოდან უყურებთ იმ ხალხს. არა, არავითარ შემთხვევაში, არა. ხო, ეგრე გამომივიდა ეხა, მაგრამ ნუ არა, მეც ოფის სამსახურში მეც მაგას გულისხმობ ხოლმე, სამსახური, რომელიც მე არ მინდა რომ ვაკეთო, უბრალოდ შენ ხო რაღაც გერჩოდა მაშინ, ხო? ან ხო იცოდი რაღაცა იმის კეთება გინდა და ეს იმის რაღაცნაირად იმას ავითხარ რა რაღაც შპრიცზე შემშდარივით და ძალიან ისე გიჭერს ეგ და ცოტა მკვეთრად თუ არ გაწყვიტე ეგენი ხო და ეგ არის მე ვიცოდი რა მინდა და თორე ის კი არა რომ აუ ოფისში ვზივარ და თქვენს ბანძები ხართ და მეც ბანძები ვარ იმიტომ რომ ოფისში ვზივარ იმიტომ რომ რაღაცა მერჩოდა და ის რაღაცა რო არ მასვენებდა რა ეგ რაღაცა მამე ბავშვობიდანაც მერჩოდა, მაგრამ რაღაცა დამჯერი შვილი ვიყავი, მითხრეს იურიდიულზე ჩავაბარე და ესე მივუყურებოდი, მივბენტერობდი და თან ეხლა საქართველოში არც ინდუსტრია, არაფერი არ არის, მერე დამეწია ეს ინტერნეტი და რაღაცა. ანუ როგორც საყვარელი საქმისთვის ცოტა თავგანწირვა და გადადება მაინც ღირს რა, მე გაცივით მეტს გიბრუნებს უკან ცხოვრებაში. ხო, ეხლა ცოტა რაღაცა კობი ბრაიანტის სპიჩები ვით გამომივა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მაგან ჩემ შემთხვევაში იმუშავა და მჯერა რომ რაღაცა ანუ ძალისხმევას თუ ჩადებ მაგ კანონზომიერების მჯერა რა რომ სამყარო გადაგიხდის მაგას რაღაცა ფორმით და როგორღაც რა აი რაღაცა რომ მაგის მჯერა იმიტომ რომ რა მაგის რომ მჯეროდეს რაღაცა ძალიან პესიმისტურად უნდა უყურო ცხოვრებას მაშინ ხო მე ხო მეც ეს მგონია რა უფრო ხშირ შემთხვევაში თან საქართველოში თორსა არ არის ეგეთი ბევრი გაქანება ძნელი არის ხო ამნაბიჯი გადადგმა მაგრამ რაღაცა სამყაროსთანაც მე უფრო მართალი ხარ როცა ისი მოწოდებაც გაქვს რა შეიძლება გეგონოს ეს იყო შენი მოწოდება ცადო მე მიხვდი არ გამოვიდეს სხვა რაღაცა ცადო მაგრამ იმ პროცესში მართალი ხარ როცა ეგრე აკეთებ რა კი ეგ ხო აი ეს ანიმაციურ სამყაროსაც აი შე რო თქვი ეს ნახატის გაცოცხლება ეგეც ძალიან ჯადოსნური პროცესია იმიტომ რომ
აი Family Guy ვახსენეთ რა, ალბათ ჩემი საყვარელი მულტფილმი ანიმაცია ვთქვათ Family Guy არის. რაღაცა უცნაური ფორმის ადამიანებსაც არ გვანან, რაღაცნაირი ფიგურები არიან და თან მან თქო ესე არის რომ კადრი ძირით არ იცვლება, მარტო ის ფიგურა იცვლება, ან პირი რომელიც ლაპარაკობს და მე პატარა მოქმედება რა. ეგ არის მთელი მუღამი და აი ამ მინიმალურ მოძრაობაში და ანიმაციაში არის ხომ ძალიან დიდი იუმორი ჩადებული და ამბავი და პერსონაჟი. ამბის თხრობის ტექნიკა აქვს კარგი რა. მე ძალიან მიყვარს ეგეთი სერიალები და ანუ მაგას ძალიან კარგი შესრულება უნდა. ხო, იგივე სიმფსონებიც და სიმფსონები კიდევ უფრო არ გვანან ადამიანებს. ხო, ეგ სტილიზებაც ძალიან მაგარია. მე მაგალითად ისე უყურებ რა, აი ანიმაცია რომელიც რეალისტურია, ჩემთვის ცოტა მოსაწყენია, რომელთან იმეორებს ადამიანის პროპორციებს ზუსტად რა. და სტილიზებული, გაცილებით საინტერესოა და ეს მიმიკები და ისინი, რა ვიცი, მაგ სერიალში. ხო, ეს Steve Griffin-ს რომ ამერიკული ფეხბურთის ბურთის ფორმის თავი აქვს. ხო, ეხლა მაგას ეს არის, ანუ არც ერთ სხვა შემთხვევაში ეგეც საცილო არ იქნებოდა ეგ პერსონაჟი, Steve Griffin ეგეთი თავი რო არ ქონდეს რა. ამ ხელმისაწვდომობა აქვს ანიმაციას. დონესტებენ კი, ანუ ეგ ხალხი საერთოდ, რა ვიცი, ანუ ყველაფერში ეგეთი კარგები, ანუ ხო რა. ხო, ისე სიმსონები თუ Family Guy, თუ South Park. ბიჭო, Family Guy არ მაქვს ნანახი და South Park. Simpsons ვუყურე რაღაც პერიოდამდე და გავეშვი. მე პერიოდი მქონდა რომ საერთოდ არაფერს არ ვუყურებ. ნუ Family Guy-ს თუ ვუყურებ, შანსი არ არის მიმებში და რაღაცა Reels-ში მაინც არ შეგხვდეს. კი, ბევრი ძალიან. მაგრამ მაგ სერიალებს მე რაღაც ასაკში დაუბრუნდი, იმიტომ რომ მივხვდი რომ გამაზული მქონდა ბევრი რამე. რაღაცნაირად ისე მომიწია ასაკის პონტში ალბათ რომ აი რაღაცად გავიზარდე, ეპოქა იყო ისეთი რომ ინტერნეტში ეს ცდომა და ან საერთოდ შეიძლება ინტერნეტიც არ იყო მაშინ. ტელევიზორთან აღარ ვიყავი, იმიტომ რომ გარეთ რაღაც ასაკი ხო არის, რომ გარეთ დაწოციალო პროსო მეგობრებთან წრეში და რაღაცა და მე რომ დამეწია ეს რა მაინტერესებს, რა მინდა და ისევ რომ და თან ინტერნეტი რო გაშდა უკვე და ინტერნეტში რაღაცების ყურების საშუალება, მე მოვბრუნდი, მე იქ ვიღაცისგან ისგავიგე დავინტერესდი და რავი, ძალიან საკმაოდ გვიან ვნახე რაღაც სერიალები, რომლებიც საკულტოა და შეიძლება შენ ბავშვობაში გიყვარდა და მე რაღაცა 30-ის მერე, შეიძლება 35-ის მერეც აი სამურაი ჯეკი მაგალითად ხო, სამურაი ჯეკი მაგრამ გიждები. ანუ სამურაი ჯეკი რო ვნახე, მაგის აღარ გადის ხო? ალბათ ხო, 5 სეზონი გააკეთა იმან ტარტაკოვსკი და დახურა. ხო, Cartoon Network-ი იყო, მაგრამ მე ხა ინტერნეტში ვნახე რა ეს Cartoon Network-ი. მე Cartoon Network-ზე ვუყურებდი ეს ხო, აი ეტის ისე საკაბელა და ისეთი მუღამი ტყვებიან, აი რომ აი Cartoon Network-ზე რომ ვეჯექი და რაღაც. მაგას კიდე სხვა მუღამი შერო შეკვეთილია. აი მულტფილმები იყო. კი, ისე. Dexter-ის ლაბორატორია მევასებოდა კიდე, მაგრამ თუ იცი. ეგ ვიცი რომ ტარტაკოვსკის არის, მაგრამ ნანახი არა. ტარტაკოვსკი გახდა ჩემი საყვარელი რეჟისორი და ინსპირაცია. მაგის შემქმნელები არიან, არ ვიცი. გენდი ტარტაკოვსკი გენიალური კაცი. პრაიმალი თუ ნახე. პრაიმალი რომელი არა. კაკაბას ქონდა გადაცემა, სერიალები მიქონდათ სტუმრებს. მე შენც იყავი ცოტა ხანძამყვანი. მანდ მოიტანა მახსოვს კაკაბა, მაგრამ მე ნანახი მქონდა უკვე. და მეთქი საღოლ კაკაბა, მეთქი ძალიან მაგარია. კაკაბა ხა გეგონება ვიცნობ, მაგრამ ნუ რა ტელევიზორში ეგრევე ვუყურებ რა და აი სიგიჟია რა, უდიალოგო სერიალი არის, აი ეს ნეანდერტალელი ტიპი და დინოზავრი დამეგობრდებიან. აი ტარტაკოვსკი რაღაც ბავშვობაში რაღაც მოღამი მქონდაო, რომ ქუჩის ბოლოშიო გოგო ცხოვრობდა, ის გოგო მევასებოდაო და ან აქ მივაცა პრაიმ. და მინდოდაო, რომ რაღაცა ამ ფეთივით ყოლოდაო დინოზავრი და იმ გოგოსთან მეფლექსავაო თუ გადამერჩინავ თუ რაღაც ეგეთი ისტორია მოყოლილი და ესეთი ცნობილი რეჟისორი რო გახდა და რასაც უნდა იმას რო გადაიღებ, ხო იცი, აი ეს ყველაფერი აი სასწაული, ისეთი თერაპიული, ატმოსფერული, აი ექშენი, ანიმაცია უმაღლესი დონე, ძალიან მაგარია. ტარტაკოვსკიზე შევჯექი რა მე. კიდერებია მაგისე. სამურაი. სამურაი ჯეკი, აი გიждები, ესე უყურებ ხოლმე, დრო და დრო ვუბრუნდები, ეგ პრაიმალი სასწაული აქვს და მე მაგის მერე გამოუშვა მარადისობის მეომრები, იუნიკორნიო თუ რაღაც ქვია რა. ეგ მაგორივით არ მომწონს, მაგრამ ეგეც ძალიან კაია, ზოგადად ტარტაკოვსკის დუხი მიყვარს. ო, სამურაი ჯეკს კაი უმორი ქონდა ძალიან და კაი ყველაფერი ანიმაცია და რაღაცნაირი შემოიტანა, სიღრმეც შემოიტანა. როგორი თითქოს ანიმე იყო იმაში, ხო? იმიტომ მე ხა ანიმეს არ უყურებ. ალბათ არ მესმის რა, ვერ გავიგე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ ძალიან მაგარია და იმიტომ ყავს ბევრი ფანიც რა, თავისი ის ეკნება. მაგრამ აი თითქოს რაღაცა იმ Cartoon Network-ის დანარჩენ მულტფილმებში უცებ ანიმე გაიჩიტა. იქ ხო რაღაც ანიმესნაირი ძალიან სინემატიკური ისენი შემოიტანა, ხო.
აი რაღაც ესეთი გაშლილი ძალიან მაგარი საერთო ხედები და აი ჩუმად დადის ეს სამურაი ჯეკი, მაგრამ აი უყურებ და რაღაც თერაპიასავით არის და რაღაც ეს სიღრმე. ეხა ისე მომდენ ახლა შევა ჩაუჯდი ახლიდან. კაი რა. და ისიც მაგარი იყო რა ერქვა იმას. ვისაც ებრძოდა. აკუ ხო. კი ძალიან მე მეხუთე სეზონი საერთოდ სიგიჟე დადო ის ედალცვიმისთვის გააკეთა და რაღაც შეზღუდვები მოიხსნა რა. სამურაი ჯეკს რო აკეთებდა ეს ბატალური სცენები და ისინი და სისხლებით და იმით და ხა ადამიანებს ქართულ ნეტვორკზე არავინ არ დაახოცინებდა. და ამის მეტოქეებად მოიფიქრა უცხოპლანეტელები და რობოტები რა რო გაჭრიდა იქ რაღაც სადენები კაბელები და რაღაც სისხლის მაგრად ზეთი და ეგეთი მონსტრები და რაღაც გაისწორა ბოლომდე ხო ეს მუღამები და მეხუთე სეზონში გასისხლა კიდეც მე ხო მაგარი იყო დექსტერიც მაგრამ ეხლა თუ დაკვირები ხეხარეებიც გადის თუ გინახოს ეხლა ეგეთი დონის არის რომ თუ მაშინ ჩვენ თავას ვერ დავარქვენ მეც ახლა აი ხის გამოსული ყავი ანიმაციების ასაკიდან ასე ვთქვათ რომ ქართულ ნეტვორკისთვის მეყურებინა მაგრამ ნუ რამდენიმე იყო რამაც მიიქცია ყურება აი Adventure Time-იც გვიანახი ნახი აქ Adventure Time-ი ქართულ ნეტვორკია ეგეც კი Adventure Time-ი არის აი რა ვიმე რა აი სიგიჟია ანუ ნახული არის და ნიკოლოდეონსაც ნიკოლოდეონზეც კაი SpongeBob-ი მანდარი. აი შე რო თქვი ნეანდერტალელი გახსოვს უცხოპლანეტელი ჩამოდის რაღაც რომ დაასწავლოს სულ უნდა რაღაც ახალი ტექნოლოგია ასწავლოს პირველყოფილ ადამიანს. კამერას რო დგავს და რაღაც რო ასწავლოს და ეს პირველყოფილი ადამიანი და მაიმუნი არიან და სულ რო ეშლება ხელი და სულ რო იმისკენ მიდის ქაოსისკენ ბოლოს. ნიკოლოდეონის პროდუქტებს და აი SpongeBob-იც კი არ მაქვს ნანახი წესიერ. SpongeBob-იც კარგი იყო კი. მაგრამ ეხლა ის გადის. ეს ანიმაცია მეცნო, ხო. რა ქვია? კუნინძების ისტორიები გადის რაღაცა ახალი გამოუშვეს კუნინძებზე და ის არის ძალიან ეს ისტორიისთვის არ მიმიდევნებია თვალი დილაობით სკოლაში რო ვაცილებ ხოლმე ბავშვებს იქ ნიკოლოდეონზე ვრთავ ხოლმე რა ესე უყურებ და რაღაცა იქ როგორ ხატია და ის კომიქსი როგორც არის დახატული ვიზუალურად ანიმაციაც ეგრე გააკეთეს და აი ულამაზესია და ანიმაციაც ძალიან კარგად შესრულებული და ხო ანუ კი მოწოდების სიმაღლეზე კიდე არიან ესე იგი კი ის რა ქვია იმას Scavengers Reign-ი თუ ნახე adult ანიმაცია, მაგრამ აი ძალიან სასწაულია ეგ ძალიან მაგარი. Arcane-ი ვიჭო ყველა რო გადაირია, ანუ რავი, მესამედი ანიმაცია დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ლამაზად დაიწყეს, ორდესაც ურევენ. იქ რაღაც ეფექტებში და იმაში. Arcane-ი არის სრული სიგიჟე. ამბავზე შეიძლება ვიკამათოთ, ეხლა ვიღაცა შეიძლება ეგოიმოსისა ესა, მაგრამ ტექნიკურად ან თან იმდენი ფული აქვს მაგათ ხო თამაში აქვს ის League of Legends თუ რაღაცა. და ეს Disney და Pixar-ი? Disney და Pixar-იც ხო აი მაგათ უკვე ნაკლებად ვადენობთ. აყო სულ 3D ფილმებს უშვებენ და აი ძალიან ჩამორჩი რა. აი მოანას მერე და იმათ აი Shrek მეც ჩამორჩი. პირველი მაქვს თუ ნანახი მე მგონი მარტო და რაღაცნაირად აღარ მაინტერესებს რა უფრო ახლა ის რა არის გზნობები რო არის რა ქვია მაგას ხო ეგეც ვიცი კი ვიღაც მარტივი ხელია რაღაც ერთ სიტყვიანი დამავიწყდა მაგრამ ეგეც მირჩიეს ნახე ეხლა გამოვიდა მეორეს უყურე არა უშავდა მაგრამ ისეთი ვერ იყო როგორც პირველი მაგრამ კაი იყო მეორეც მაგრამ პირველი არის ძალიან მაგარი თავის სცენარიან Toy Story-ც ფილმი არის რა Toy Story ძალიან ძველი ხო Toy Story 2 სერია მაქვს ნახე მე ის ეხლა ბოლოს ნახე რობოტების აპოკალიფსი რო ხდება და ოჯახი რო ებრძვის არა ძალიან კაი ვისი არის მე მგონი Pixar-ის და Disney-ის არის ეგენი. ხო, არ მიყავს ბოლოდროინდელი მულტფილმები. როგორ არის რაღაც ბოლოდროინდელი ფილმების მიმართაც ის ამაკ რაღაცა ძალიან დიდი ჩამორჩენა. ჩამორჩენა, არა, ანუ რაც ბევრჯერ გამიწროა იმედები ბოლოდროინდელმა ესეთ ფილმებმა ანიმაციას რამდენიც ნახე. თითქოს რაღაცა ისჭირთ რა, კრიზისი აქვს შემოქმედებითი, რაღაც ესე მგონია რა. ბიჭო, ხო, იცი როგორ არის? მე ერთი ცუდი თვისება ის მაქვს, რომ მე რო ვჯდები კომპიუტერთან რომ რაღაცას უნდა ვუყურო. ცუდი თვისება შეიძლება არც არის, მაგრამ ის კი არ მაქვს, რომ აი გავეცნო, აი ხა რა გამოვიდა და ახალი ფილმი და რაღაც იმან ახალი გადაიღო ამან ახალი და ეს უნდა ვნახო, იმიტომ რომ ნანახი უნდა მქონდეს. ეგ კი არა, მაგრამ აი კონკრეტულად მე რაც მინდა იმ მომენტში რომ მისგან ფილმი იქნება თუ მულტფილმი რომ რა ის რაღაცა მომხავს რა მუღამის ფილმის ნახვაც მინდა იმას ვეძებ რა და აი იმას თუ არ გავარტყი არაფერს არ ვნახულობ გინდა ახალი იყოს გინდა ძველი აი ეხლა მინდა რაღაც ფილმის ნახვა ზომბი აპოკალიფსი უნდა იყოს თემა
ან რაღაც surviving-ი და ეს crafting-ი და scavenging-ი და მთელი ამბავი. ის რაღაც ზომბი აპოკალიფსი რო არის, Love Death Robots თუ რაღაც ესე ქვია. კი, ორივე სეზონი. 6 წუთიანი არის მე. კი, ძალიან კაი. პატარა ანიმაცია რო არის ზომბები. სასწაული პროექტი იყო, ეგ ძალიან კარგები იყო, რაღაც სერიები ეხაც მახსოვს. მე ის მაქვს მარტო ნანახი, დავიწყე პირველი 2 ეპიზოდი მაქვს მეგონი ნანახი და მე მეგობარმა ჩამიგდო ეგ. მეგონი 6 წუთი გრძელდება ეგ რა. სასაფლაოდან რო იწყება ზომბი. ბოლოს თავი როგორ თარდება გახსოვს? კი, კი. აუ სასწაული, ხო. ეგ როგორ არის თან იცი რაღაც ცნობილ რეჟისორებს და სცენარისტებს იწვევენ და მიდი რაც გინდა ქენი. მეორე სეზონში ფინჩერის ანიმაცია ერთი ძალიან მაგარი არის. გემით რაღაც მონსტრი გადაყავთ და ისე უნდა გადაიყვანონ რომ ეს გუნდი ცოცხლები დაჩნენ. ძალიან მაგარი რაღაცები იდება მათ. ხო, ანუ ესე იგი შენ ბავშვებს კიდევ ნიკოლდეონს უბრალოდ ცოცხალია ეგ პონტი დაჟდა და ნიკოლდეონს და Cartoon Network-ს უყურებენ ხოლმე ის გამბოლის ის გადის ხოლმე გამბოლი გადის გამბოლისთვის თუ მოგიკროს თვალი ძალიან კაია. არა ეხლა არ ტელევიზორი აღარ ჩაფოთავს არხები. ძალიან მაგარი. არა სიგიჟეებს აკეთებენ კი მაგხრივ არ უჭირთ. რიკი და მორტის უყურებდი რომ მე-5 სეზონიდან აღარ შემიხედავს. რატო გადამინდა მაგ სერიალის ყურება მე თვითონ ვერ გამირკვევი. გახსოვს მე და ლაპარაკებიც გვაქვს მაგაზე. გეუბნებოდი რომ მეთქი ნახე აი წრემლებამდე კაია თქო. მართლა ძალიან მაგარი იყო. კი. რაღაც მომენტში ბოლო რამდენიმე სეზონი ეტყობა ისე რომ ვეღარ გავერთე მე ცოტა რაღაც ერთი მასში ჩარჩნენ და კაი გავიგე ეს რო რიკი რაღაც ღმერთივით არის და 1000 პარალელური შევა მოეწორათ იდეები. მე ის ტიპიც ხო იმასქნეს დააკენსელეს და გაიშარა რაღაც დააშალა. ხო, ორნი იყვნენ და ერთ-ერთი ხო? ხო, თან ახმოვანებდა რიკისაც და მორტისაც. ხო, მან მიყვარს ის რო არის Tales from Citadel ქვია, მე მგონი სურიკები და მორტების სამყარო რო არის, ქალაქი რო არის მათ კოსმოსში. პოლიციელი რო არის ეს, გასუქებული რო არის, ეს ქვია მორტი და ძალიან საკაიფო ეგ და ნუ ფიქრობია თქო უნდა. არა, მაგ სერიალის წერილი, ვაფშე მაგ სერიალებს ვინც წერენ, აი იმაზე არ ვიცი. აი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. თან Rick and Morty-საც როგორი ისაა, თითქოს Back to the Future-ის ისაა აღებული. თითქოს რა და თითქოს კი არა ეგ არის ხო ანუ და აი არსებული იდეა თითქოს ესეთი გაცვეთილი და მე საერთოდ ახალი ის მიცე რა. აი Family Guy-მაც ხო ეკნა Simpson-ები დააკოპირა. თამაში ყველა იძახდა რომ რასისუს იგიჟეს აკეთებს. უკვე არსებობს Simpson-ები და ეხლა რო თქვა რომ მე ახალ Family Guy-ს გავაკეთებ. და რო გავაკეთო იგივე არის. ხო, ბიჭო, მაგრამ როგორ არის იცი რაღაცნაირად გონია რომ ეგ მე მაგას კოპირებას კი არა რაღაც მგონია რომ აი ინსტრუმენტივით დევს მოცემულობა რომ აი ოჯახზე აკეთებ რა. ხო. მაგას ხო ხ თავიდან ვერ მოიგონებ ხა ოჯახის მაგათ რა უნდა ჩასვა ისე ოჯახზე და მე იქ შიგნით რას დაწერ თუ რაღაცა. მე ვარ ეგ მაგ პრობლემაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი ხა მეც რაღაც ფილმები ხო გამი 3 მოკლემეტრაჟიანი მაქვს ჩემი გაკეთებული სერიალზე ვმუშაობთ რაღაცა. კოპირებას რაღაცნაირად ვერ გაიქცევი ოღონდ რა ისე უნდა დააკოპირო რა ესე ხო თუ დარწმუნებული ხარ შინაარსი შენი არის და ორიგინალურია მაშინ მე ეგეთი რაღაცა მოსულა მე უკვე რა ხო აი რაღაცა მუსიკაში როგორც არის ხა მე რაღაც ბრიტ-პოპი მიყვარს და როკი და ეგეთი რაღაცები და მაგ გიტარაზეც ხანდახან რო ვცდილობ ხოლმე სიმღერა რომ ვისწავლო რაღაცა ისე ემთხვევა აკორდების რაღაც სიკვენსები რა აკორდების სიკვენსები აი კონკრეტულ იმას ქმნის რა იმ ხასიათს თუ რაღაცა და ძალიან ბევრგან ერთი და ხო და ეხა ვერ ეთყვი რომ ეხა შენ ამისის დააკოპირე რა ოღონდ ამან ისე მიამღერა იმ გიტარაზე ჩამოკრულს ამან ესე და ანუ მაგას ხო ვერ გაიგე რაღაცები არის რომლებიც შეგიძლია აკრიფო დაალაგო და კარგად მოყვე აი ტარანტინო რა ვიცი ბავშვობიდან ფილმს უყურებდა და რა კადრით დაევასებოდა მე იმებს იმაში და დრამაგარს აკეთებს ეხა და სტიე ეხა რო იქ ხო Breaking Bad-ში ის ყვებოდა მის გილგანი ძალიან ბევრი კადრი აქვს აი ეს იმ ვესტერნიდან ავიღე 72 წლის ეს აი იმ ფილმიდან ავიღე ეს კადრი და ტარანტინოზეც ვიждები თან რო ვიცი რომ ეს თვითნასწავლი და მისგან თავისუფალი ერთი ფილმი დარჩა მე მგონი როგორც ამბობს ხო კიდე ერთი ფილმი უნდა გამოუშვას და მე მივიდივარ ჩემ და სამართლად ის არ მაქვს ნანახი ეს ერთხელ ჰოლივუდში ვერაფრით ვერ მივედი მაგამდე რა თავიდან მეც დავიწყე პირველ ნახვაზე არ მესიამონა მაგრამ მე მეორეჯერ ვნახე და გამისწორდა და მე იმის მე კიდე ამდენჯერ მაქვს ნახე მე მგონი Hateful Eight-ის გარდა ყველა რამდენჯერ Hateful Eight-იც არ მაქვს ნანახი Hateful Eight ერთხელ Kill Bill-ი აი ესე ნაწილ-ნაწილ Kill Bill-ზე ხო დანარჩენი ბევრჯერ კაი შევიშანოთ სოკარის შეკითხვა გვაქვს სპონსორის შეისვენე დავის ენერგიით ესეთი რუბრიკა გვაქვს როგორ ისვენებ ხოლმე ყველაზე კაი დასვენება შედის რა
ვისვენებ ესე აი ვისვენებდით კალაბურთის თამაშით ვისვენებდით მაგას თავისუფლად დროს როგორ ხო აი გამტვირთვისთვის და ენერგიით შევსებ ანუ რაღაცა მოწყდე იმას რუტინას ყოველდღიურს ხო ბიჭო ის ვიდეო თამაშები ან რამე ყურება სერიალის ან ფილმის და ბავშვებთან კომუნიკაცია არის ჩემი ეხლა უმცროს ფეხბურთზე დამყავს და აი მანდ მართლა ძალიან ვისვენებ ისე მიყვარს და მევასება ამ პატარების ყურება იქ რაღაც წვრთნელი რო იმებს აძლევს და დაბანდალობენ იქ აი გიჟდე ეხლა რომ ხეა ეხლა არის 7-ის გახდა ეხლა თამაში ქონდათ ხო იქიდან მოდიხარ ანუ ვარჯიშმენია თამაში ხო იქ ყავდა და ეხლა წამოვიყვანა იქ ხო სხვადასხვა ვიდეო თამაშები კაი ხანი არ მითამაშეთ ცოტა ხნის წინ მიუბრუნდით რაღაცები წავითამაში ჩემი ძალიან დიდი სიზუსტეა ძველ ანიმაციებს რო ახსენებდით ტომი და ჯერის არ შეიძლება არ შეეხო რამდენიმე დღის წინ მე და ჩემო ცომა ჩავხვდეთ best of ტომი და ჯერის და უყურებდით საათი მე მგონი რაღაცებს ვიხსენებდით ვერ მოწყდები ანუ სასწაულს ხო ის ორკესტრის სერია მე მგონი მაგას ოსკარიც აგაღებული მაგას თუ აღარ მახსოვს ნახეთ რომელიღაცას ჰქონდა თუ მანჰეტენზე რომ მიდის სასეინოთ ჯერი მაგას ხო და აი დღეს რაც ანიმაციები გამოდის როგორ ფიქრობ აი ბავშვებზე იგივე გავლენა აქვს როგორ ჩვენზე ხა მე ვთვლი რომ მაშინ ჩემ გემოვნებაზე და ჩვენ რაღაცა იმაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რა ხთუნა ტომი ჯერის უყურებ მარტო მუსიკალურად რა ხედა გავლენას ახდენს ხო ორკესტრი უკრავს და რა მაგარი მუსიკა აქვს გახმოვანება ეს ნუპაგაძიშიც კი მაგარი მუსიკა არის მე მაგრამ დღემდე მიყვარს საუნდტრეკები ნუპაგაძის და მაგარი ანიმაცია იყო და მაშინდელი ანიმაციები შეიძლება ჩვენ ბავშვობაში ნახეთ მაგიტო მაგეგეთ სენტიმენტები მაგრამ დღეს რო უყურებ ხოლმე ბავშვები რას უყურებენ აი ხანდახან ძალიან დებილობები არის ხოლმე შეიძლება ჩვენ ცოტა იყო და მაგიტო არ იყო დებილობები თუნდაც ლუნიტუნსი ლუნიტუნსი ეხაც გადის სხვათა შორის ის დაფიდაკი და ბაქს ბანდერი ეხაც არსებობს ვიჯო ხო ოღონდ იცი რა არის ლუნიტუნს ცოტა ისეთყობა რა ეს პოლიტკორექტულობა ხო გადაუარა რაღაცნაირად და მაშინ როგორიც იყო მაშინ რაღაცა უფრო კიდე ხუმრობები ბრუტალურები იყო ხო მაგრამ რა იმაზე დაიწყე ხო ლაპარაკი რომ მაშინ ანიმაცია არის ეგეთი მაგარი როგორც ჩვენ დროს იყო ჩვენ ბავშვობაში ბიჭო როგორ არის იცი მაგარი რაღაცნაირად ეხა სუბიექტური შეფასება ეხა ჩემ შვილებს რო უყურებ ხო ეგ პირდაღებული გაშტერებული უყურებენ და გავლენაც არის ვცდილობ ხოლმე რომ შევატენო მე რაც მევასება არც ვიცი მართალი ვარ თუ არა მაგაში რა მაგრამ ტომი და ჯერი ეხლა არის საშინელება კიდე ეხლა რაღაც ძველი მაგრამ ის ძველი ტომი და ჯერი მე არ სადაც 50-იანების მერე იყო ახალი ტალღა და უკვე ეგეც აღარ მომწონდა მე რაღაც ხანერა დახატული ტომი და ჯერი ვარ ძალიან დიდი ტანჯვა იყო ჩემთვის ეს მეთქი ეს რა საიდან და რო ელოდებოდი რომ დაწყებულიყო და ეგ თუ დაიწყებოდა ხოლმე მე იზღებოდა აუ აი ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ხო მაგრამ არა ესეინც უყურებენ ხო და აი როგორ გითხრა ეს იუმორზე ამათი იუმორზე რაღაცა ექსპრესიებზე მოხალტის ფორმაზე ძალიან მოქმედებს. აი ჩვენ ხო ვიყავით რაღაც მიკი მაუსის და დონალდ დაკის და ეს და ეს ეგეთი რაღაცები რა და ტომის რეაქციები და ეს ისენი, მაგრამ ამათაც ეგენი კი რასაც დაახვედრებ იმ თაობას იმაზე ხურდებიან რა და მე მომწონს თუ არა იცი როგორი პონტი მგონია რომ რავი მე ალბათ ეგ ძალიან ის არის რა. არა რაღაცნაირად ბოლომდე ალბათ არ გამოგვივა ობიექტურად შეხედა, მაგრამ აი დღევანდელი რაც Netflix-ზე რაც მულტფილმები და შეიძლება რაც კარგებიც არის, მაგრამ ბავშვებიც უყურებენ, ხო? აი არ არის არც ისეთი პერსონაჟები არ არის ისეთი რაღაცა, არ ვიცი, გემრიელი, არც მუსიკალური გაფორმება არ აქვს დიდად. აი რაღაც ძალიან კომერციალიზაციაზეა თითქოს გადასული რა. მუსიკალური გაფორმებიანი ისინი მეც არ შემხედრია. აი ტომი და ჯერი ხო ძალიან ის იყო დიალოგები მინიმუმზე მინიმალურად ჰქონდა და ძირითადად მარტო ის ქარიყურებოდა ფეხებია ქორეოგრაფიით და გათამაშებით და ფიზიკურად რასაც ჟესტიკულაციებით და რეაქციებით და წამოყვირებებით და მუსიკაზე აწყობილი ის იყო. ეგ მე მგონი აღარც შემხედრია ეგეთი სტილის ის. მაგრამ ხო ეხლა ცოლ ისეთია რა. მაგეთ მაუგლი მაგალითად. ხო მაშინდელი და ის მაუგლი ის ბალუს და იმის ცეკვა აქვს მეფე ორანგუტანი ლუი რო ცეკვავენ ხო ეგ ხო ის არის სასწაულის ცენა მაქსენის მეიკინგ ოფებზე მაქვს ნახე რაღაცა მენანება ხომ ეხანა ბავშვს რეგენი არ აქვს ნახე აი ძალიან მე ვაყურებინე გვაქვს ხოლმე კვირაში ერთხელ ამოვქეკავ აი 70-იანების 50-იანების დისნის აი ეს კლასიკები მაუგლი და
აი რამდენი მაუგლი გადაიღეს და თანამედ მე ხო ფილმის გადაიღეს ფილმს გავს რო შეხედა მაგრამ ეს შეიძლება იქ ბიჭო ისეთი ანიმატორები მუშაობდნენ აი ეგ ხალხის საერთოდ გქონია რომ უცხოპლანეტელები არიან რა მაგათი დაფუძნებული სტილი აი როგორც ხატია პერსონაჟები აი არ ვიცი შენ შემჩნეული თუ გაქვს მაგრამ აი მაუგლის პერიოდის მულტფილმში აი რაღაცნაირი სიარული ცეკვით რო დადიხარ ხო იცი აი გარი აბსოლუტურად ერთ-ერთ ანიმატორის ტვინში მოხარშული სიარული და მე გავრცელდა რა აი დისნის იმაში და აი ეს ფიზიკა და აი ცოტა რაღაცნაირად აი დაშლილი პერსონაჟები აი ყველა ჟესტიკულაცია რო ისეთი დამაჯერებელი და ისეთი გამომხატველობითია რომ აი გაშტერებული ვუყურებ ხოლმე რა დღესაც ეგეთი აი მილთქალი იყო ეგეთი ანიმატორი მაშინ და ეგ იყო წამყვანი და სასწაული გუნდი ყავდათ რა და მე როგორც ვიცი სცენებს რო ურიგებდნენ რომ გაეკეთებინათ აი თვითონ ანიმატორებს დიდი თავისუფლება ჰქონდათ აი თვითონ რეჟისორი კი ყავს ახლა ფილმს მაგრამ თვითონ მოიფიქრებინათ იქ როგორ შეესრულებინა იქ რა მიმიკით როგორ და ასე იმაზე მაქვს ნანახი აი ლუი და ბალურო ცეკვავენ პატარა მაიმუნი რო გამოდის მე იქ რაღაც ძალიან მაგარ მოძრაობებს რო აკეთებს ეგ ერთმა ანიმატორმა შეიტანა შეიძლება ვწდები და არასწორად მახსოვს მაგრამ ნუ ესე ჩამჩატვინში შეიტანა და ეგ მოძრაობა გამოიტანა თან ფურცელზე ფანქრებით ესე რომ დაფლიპა და ნახე ხა ამას გააკეთეს თუ რა აი სიგიჟე სასწაული ხალხი რავი ეგ ალბათ არასდროს ეგ არის აი რა ვიცი პიკი არის რა ხო აი მაუგლი რობინ ჰუდი დალმატინელები მაგ ეპოქის ძალიან ამაზებია თან მე ძალიან მოწონს Beauty and the Beast როგორ მიყვარდა ის ნივთებრივ ცოცხლები იყვნენ შანდალი და რაღაცები აუ მაგათ making of-ებს რო უყურებ ხომ აი არ ეგენი ნორმალურები არ არიან ხო თან მან კი გაცილებით მეტი შრომა ხარჯებოდა ხო აი ეს არ ვიცი ხა შენ ის კადრი გახსოვს თუ არა ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდება ეს ბისტი ოღონდ სანამ პრინცი გახდა არა რაღაც მომენტში თითქოს დაუთმება ისა ურთიერთობა ამ ბელს და ბისტს ცეკვავენ რაღაც მეჯლისში და კამერა ზემოდან მოდის აი ძალიან ესეთი ტოტალურ რა ქვია აი კამერა მოდის დიდი დარბაზი არის კამერა მოდის და აქედან ესე ჩამოდის და ის და წარმოიდგინე ხა ეგ არის CGI-ით გაკეთებული და იმ ტიპმა აი მაგ კამერაში ჩახატა ყველა კადრი ისე სწორად რომ სივრცეში სწორად ტრიალებენ ისინი რა ჯერ ზემოდან უყურებ და თან ცეკვავენ ანუ არ ვიცი ხა შენ რამდენად მოგწვდა მე რაზეც ლაპარაკობ ტექნიკურად ხო ანუ მივხვდი ამ ჯერ ეს მოძრაობა გააკეთეს და მე დახატა როგორ გამოჩნდებოდა იმ მოძრაობაში ხო ოღონდ ესე რომ გიყურო და ეხა მოგატრიალო კი არა აი კამერა ზემოდან გიყურებს მე კუთხე ხო გეცვლება რა მე აქედან ცოტა ცხვირის ხვანად გამოგიხდა აი სიგიჟე აი არ ვიცი რა ხელოვნური ინტელექტუალია დღეს ჩანაცვლება ანიმატორების აუ ეს კაი კითხვა ხო რაღაცნაირად ეს თქواس იმაში მაგრამ მე რასაც უყურებ ჯერჯერობით ვერა ეხლა სერიის რო გააკეთო რა რაღაცა ნახატიდან ნახატამდე იმებს ქმნის სიტყვაზე კიპოზები ქვია ანიმაციაში ძირითად პოზებს აი სიტყვაზე მე რო ხე გალაპარაკები და რაღაცა გითხარი ხო აქ აი ჩემი კიპოზა არის ეს და ეს ამეთი უკვე კიპოზ ანუ ხო კი ხო ძირითადი პოზა სიტყვა ძალიან გავერთე ხა მეგონა რომ ხო და ამას თუ დავხატავ და ამას შენ უკვე ხვდები მე რა მოძრაობას ვაკეთებ შუაში შეიძლება არც ჩავხატავ მაგრამ მიხვდები რა და აქედან აქამდე ხო ინტელექტი შეავსებს ხო და ამას შეიძლება შეგივსოს მაგრამ აი რაღაც იქ მე კიდე უნდა ჯერჯერობით ნაკლებად მონაწილეობს რა ისე რომ ამბავი თვითონ მოყვეს ანიმაციით ჯერჯერობით არა ანუ ხო რომ რაღაცნაირად ეთყობა ხოლმე რაღაცნაირი ისა აქ რა ეთყობა ძალიან AI-ში გაკეთებულ რაღაცებს ძალიან ეთყობა და ცოტა კრიპია ხო ანუ შეიძლება ტექნიკური მხარე გაადვილოს თორე ესე მულტფილმს ალბათ თვითონ ხო გადაწყვეტილებები ხო მაინც ადამიანმა უნდა მიიღოს შეიძლება რაღაცა ყველაფრის ხატვა აღარ მოგიწევს ეგ კარგიც არის იმიტომ რომ აი ძალიან შრომატევადია ანიმაცია ხა წარმოიდგინე შეიძლება სამწამიანი სცენა ორი კვირა აკეთო ხო ისეთი კომპლექსური იყოს როგორ ფიქრობ მომავალი რა არის შენი საქმიანობის და პროფესიის საქართველოში ისე რა ვიცი სარეკლამო ინდუსტრია და ესეთი რაღაცა პროექტები თუ გამოჩნდება ხო? ბიჭო ფული რო იშოვო რომ შეერი არ დარჩე მოგიწევს რომ შეკვეთებზე იჩალიჩო მაგრამ როგორი ამბავია იცი რაღაცნაირად ცოტა გული ამიცრო და ამ ქართულ რეალობაზე მე თუ მეტეს დღეს ეხა რაღაცა იზოლაციის კენკი არა და რა ვიცი იქ ვართ და პანტაპონტით წყდება ეს დასავლეთიდან ისინი ხა მაღაზიე დგას ყველაფერი ამ ქვეყანაში და მაკედან თუ ფული არ შემოვიდა და დაინტერესება არ იქნა და რაღაც ხელი არ წაკუკრეს
ესე მარტო ქართულ ბაზარზე რო გათვალო, ალბათ გაწია გამოწია ვიღაცას რეკლამა მოუნდეს, მაგრამ რეკლამა ვისაც უნდა ისიც ხო შეიძლება რომ მე ქვეყნიდან გავიდეს, ეხლა არაფერი თუ არ იქნება და ცოტა ისე ვარ რა, და მგონია რომ ადეკვატური ვარ, რაღაცნაირად ეს შეფიქრიანებული და საერთოდ ღირს თუ არა ქართულ ბაზარზე ფიქრი. მაგრამ მეორე ვარიანტი ის მაქვს რომ აი ეხლა შენც რო გიყურებ აი YouTube-ს უტრიალებ რა და იდეა მაქვს რომ ეგეთი იდეა მიტრიალებს რომ YouTube-ისთვის ვაკეთო მე რაც მინდა და რაც მომწონს აი ნინძაბუ როგორც გავაკეთე რა და უფრო კომპლექსურსაც ვფიქრობ რომ YouTube-ს მოვკიდო ხელი დავდო თქვა სიტყვაზე მაყურებლისთვის მივიზიდო ყურადღება ინგლისურენოვანი აკეთო კონტენტი რომ სოფლიო ბაზარზე გახვიდე ეგ მეორე ვარიანტია. უბრალოდ იცი რა პრობლემა მაქვს ინგლისურენოვანზე, რომ რაღაცნაირად პულსზე უნდა გედოს თითი თუ ხელი თუ როგორც არის გამოთქმა, რომ იქ რა არის აქტუალური და რაზე იცინიან და მე ისე ჩართული ვარ აქაურობაში და ისე ზედმიწევნით მესმის და მტკივა და მიხარია აქაურობა, რომ რაღაცნაირად ჩემ თავს ძალა უნდა დავატანო, რომ მთლიანად იქით გადავერთო რა. ეხლა რაღაცებს კი ვუყურებ ხოლმე ხან იქ რაღაც ხამ ჯოროგანის პოდკასტ შევხედავ იქ ფრიდმანი თუ რაღაც და ინგლისურენოვან ანიმაციაზე რაღაც ტუტორიალებს და იმეებს, მაგრამ ცოტა ნაკლებად ვარ რა იქით. რაღაც გეგმა ბესავით მაგაზეც ვფიქრობ, მაგრამ ქართულ ბაზარს რო უტრიალო თქო დაუბრუნდები ისე იმას, რა ქართული YouTube არხი თუ გავაკეთე ისეთი რომ მაყურებელს მოწონს, ბევრი მიყურებს და მე იქნებ ვიღაც სპონსორობით დაინტერესდეს, რომ რაღაც ისეთი კონტენტი ვაკეთო, ძალიან გულწრფელი, იმის რო კომპლექსით არ ვაკეთო და იქ ვიღაც დამკვეთის იმითი რომ ეს არ თქვა, ის არ თქვა, რაღაცა აი ეს თემა უნდა, აი რაზეც ხო. და მგონია რომ ახლა ადეკვატური ტიპი ვარ და რაღაცა ის ექსპრესიულს და იმას თუ გავაკეთებ, მე მგონია რომ ხალხს მოეწონება. თუ გავაკეთე ახლა შრომა უნდა მაგას რა და ხო. აი ეგეთ რაღაცაზე ვფიქრობ, თუ ძალიან არ დაიქცა ქვეყანა. ხო. პარალელურად ოღონდ შეკვეთებს და იმას უნდა იმას, იმიტომ ახლა რაღაც საიტები არის, სადაც ანუ ესეთი პლატფორმებია, რომ კლიენტი და შემსრულებელი სადაც ერთმანეთს პოულობს რა და იქ ტიპები დებენ, რომ აი რაღაცა 5 წუთიანი ვიდეო მინდა ანიმაციური YouTube-ისთვის და შენ მიწერო აი ეს ვარ. ეგეთ რაღაცებს ჩალიჩობ რა, რომ უცხოელი დამკვეთებიც იყოს, რომ ის. ჩალიჩობ რა, ეხლა ვცდილობ. ეგ არის ხო, თავის დროზეც მაგან ძალიან მასუნთქა. და კაი ხანი მაგიმებზე ვიყავი და ანუ შემოსავალს მაკედან წერდი და მე უკვე ის კატოს სიზმრების ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი რო გამოჩნდა იქ კინოცენტრმა დააფინანსა და რაღაცნაირად მე უკვე ანიმაციის რეჟისორი და ის დავირქვით. მანამდე შეკვეთებზე ვიყავი. ხო, იმედია ბევრი გიქნება რა, ჩვენ მოყურებელს ვთხოვ და დავასაბსკრაიბოთ ცოტნეს ჩენელი და ვალაიქოთ ცოტა ის მივცეთ სტიმული ამ ადამიანს. გაგისწორდება თავი ქართული მულტფილმები, ახლა ბევრი არ არის. შემომხედეთ. ხო, მიაწექი არ გაჩერდე და უფრო YouTube-ის მიმართულებით იფიქრე რა, რაღაცა დამოკიდებულების ხარისხს მოგცემს რა, შეიძლება არა გაშენოს, მაგრამ კი, თან რაღაცა პირდაპირ ეს რა ქვია იმას, კავშირზე ხარ მაყურებელთან რა. ეგ ძალიან მომწონს ეგ იდეა და ამ ფანდრაიზინგზე შეიძლება იფიქრო რაღაც აი დადებ და იტყვი რომ სიტყვაზე აი ეს გავაკეთე ხალხო და თუ გინდა ან პატრეონია რაღაცა და თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებ და თუ გინდათ რომ мотиваცია გამეზარდოს ვისაც როგორ გინდათ არხს დონაცია რა რაღაცნაირად ისე სუფთა სინდისით იждები და გააკეთებ ვიდრე იქ ვიღაცაზე იყო დამოკიდებული რა ეგ კიდე სხვა ლეველის ის არის რა დამოუკიდებლობა არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ სასურველი. თავი ქვეყანა არ დაიქცეს და ხალხს ფული კონდეს. ისეთი ის გამოგივიდა, ისეთი ვინან დაიწყე უცებ გაუკვალავში გადახვედი და თქვი რომ აქ წავიდეო და აქამდე მოხვედი, ეგეც ახლა უკვე ისეთი სტარტი გაქვს რომ მონე გამოგივა რა. ხო, აი ხო, რაღაცა ხო ეგ ხსენდება ხოლმე ხა ნინძაბუს ინერცია მალაპარაკებს სიმართლე რო გითხრა და ნახოთ. კაი, ბოლოსკენ წავიდეთ ძალიან რთული შეკითხვა. ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმი. ერთი აი უცხო პლანეტები რო ჩამოვიდნენ და გვაჩვენეთ ანიმაცია რა არისო პირველი ასაჩვენება. ოკეი. ალბათ მაუგლის რა. მაუგლი? კი. აი იმაზე მიაძაკის და მაგას შორის გავიჭედე მიაძაკი ძალიან სიგიჟეა, კი ვთქვი ანიმე არ მიყვარს თქო, მაგრამ მიაძაკი ძალიან სხვა პლანეტაა. ნახე გაქვს მიაძაკის ფილმები? არა. უფ, დიდი სიამოვნება გელისწინ. კარგი და პერსონაჟი? ანიმაციური პერსონაჟი? შუბი ქვია პრაიმალში იმას. შუბი? ხო. სპეარ ქვია რა, ფანგ და სპეარ, იმას ეშვი, ამას შუბი.
ანეგან ჯეკი, სამურაი ჯეკი. სუბიექტური ვარ მკიდია. სამურაი ჯეკი. კარგი. პრაიმალს ეცდები ნახო და ჩაუჯდე. და ხო უკეთ მიაწაკი ბოლომდე. კი, ვაპირებ, ხო, სხვა გზას ვერ ვხედავ, რა ვიცი. კარგი, მადლობა, ჩვენთან რო იყავი, დრო რა დაგვითმე. პირიქით მადლობა. გამოიწერეთ ამ ადამიანის არხი და უდგეთ გვერდში და გავხნევოთ და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დაფასებულა, დიდი პატივია შენ პოდკასტში ყოფნა და. რა საკუთაც. არა, მართლა, იმიტომ რომ ძალიან მეხმარება ხოლმე, აი რაღაც კონტენტს ვეძებ ხოლმე, რომ თუნდაც აი ცოტა რუტინული სამუშაო რომ აქვს, რომ უსმინო რა. და საკმაოდ პრეტენზიული ვარ თან და შენი პოდკასტი ესე პლეილისტში სუმაკ და ძალიან ველოდები ხოლმე და მეხმარება, იმიტომ რომ ბევრნი არ ახართ ეგეთები, ვისაც ეგრე უსმენთ ხოლმე და მადლობა, ძალიან მიხარია. კალბურთის სასტავს მოკითხვა. აუცილებლად აი ხვალ ვაპირებ და მეცდები მალე დაგიბრუნდეთ. მაყურებელს მადლობა და მსმენელს, ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი და შევხვდებით ერთ კვირაში.